They say we carry generations inside us. Voices, habits, fears and dreams that never really disappear. Each of us is a story written by many hands. Some pages we proudly keep and some we rewrite. And this is a story I carry. To see who I am, I have to look back to ones who started it all. To know my story, I need to return to people who built the world I was born into. შრომის მოყვარეობა. ყოველთვის შრომელები ვიყავით, მუშაობდით ბევრს და ამით მოვდივართ დღემდე. ყველა ჩვენი წინაპარი იყო ძალიან შრომელი ადამიანი. მამაჩემმა ზაურიმ და დედაჩემმა სოფიომ თავის ოჯახში შექმნეს პატარა სასტუმრო, რადგან იყვნენ ძალიან სტუმარ მოყვარულები. ეს იყო პატიოსანი და მშრომელი ხალხი, რომელიც გრძნობდა დიდ პასუხისმგებლობას თავის მომავალ თაობის წინაშე. ჩვენი ოჯახი იყო ერთი რიგითი ქართული ოჯახი. შრომის მოყვარე მშობლები მყავდა, ქალბატონი ეთერი და ბატონი გერმანე. ძველი ტრადიციის მოყვარულები, სტუმართმასპინძლები, ნათესავების მოყვარულები და პატიოსანი, წესები და ჩვევებით აღზრდილები იყვნენ. ბევრ თვისებაზე და ღირებულებაზე შეიძლება იყოს საუბარი, მაგრამ მე გამოვყოფ ჩვენი ოჯახის უმთავრეს ღირებულებას, ეს არის სწავლისა და განათლების მიმართ განსაკუთრებული პატივისცემა და სიყვარული, რომელიც დაიწყო ბაბუაჩემის მშობლებისგან და ბებიაჩემა და ბაბუაჩემა შეძლეს რომ ჩამოაყალიბეს ოჯახი, სადაც განსაკუთრებულად პატივს სცემენ განათლებას. ჩემი მშობლები კეთევა პოტრიძე და შოთა ჯაფარიძე გამოირჩეოდნენ სამართლიანობით. იყვნენ ღირსეული, პატიოსანი და კეთილი ადამიანები. იყვნენ საოცრად ერთგულები, შრომის მოყვარეები. ჩემი მშობლები კიზო ჭელიძე და ნათელა ჭახნაკია გამოირჩეოდნენ კეთილსინდისიერებით, გულისხმიერებით, გულითადი თანადგომის გრძნობა განწყობილებით, განსაკუთრებული პატიოსნებით, იუმორის ნიჭი გააჩნდათ მომეტებულად და ადაპტაციის უნარჩვევები, ჰქონდათ ნაგლოვანებები, მაგალითად კიზო ადვილად გამოდიოდა წონასწორობიდან, ემოციური გახდათ და თუმცა ასევე მოკლე დროის განმავლობაში მშვიდდებოდა, წყნარდებოდა, ხოლო ნათელა უფრო რთულად გამოდიოდა წონასწორობიდან, მაგრამ ასევე უფრო მეტი ხანგრძლივი დრო სჭირდებოდა, რომ დამშვიდებულიყო, რითაც ერთმანეთს აწონასწორებდნენ. კეთილსინდისიერება ყველა საქმეში, რასაც ვაკეთებთ, აუცილებლად. მამაჩემისგან დამყვა ცეკვის უნარი. დედაჩემისგან გამომყვა სიყვარული ქსოვის, ქარგვის, კერვის და ხელნაკეთი ნივთების ალბათ მშობლებისგან მოდის. პატიოსნება, შრომის სიყვარული, გულახდილობა, პირდაპირობა, უარყოფითი თვისება, დამყვა ალბათ მშობლების, ვარ მომთხოვნი ძალიან დისციპლინის და ყოფაქცევის. ვარ პატრიოტი ჩემი სამშობლოსი, ეს მშობლებიდან გადმოყვა. რაც შეეხება თვისებას, პატიოსნება, რომელშიც მე მგონი მიცემის რომ ეჭვი ეპარება. ერთადერთი თვისებებში თუ შეიძლება ჩავთვალოთ, ვარ ცოტა ემოციური. მშობლებისგან ბევრი თვისება და ღირებულება გადმომეცა, გამოვყოფდი რამდენიმეს. დედაჩემისგან გადმომეცა ალბათ მისი შრომის უნარიანობა და მიზანმიმართულობა. მან შეძლო 3 შვილის აღზრდა 90-იანი წლების უკიდურეს გაჭირვებაში, ეს ყველაფერზე მეტყველებს. ორივესგან გადმომეცა ალბათ ეს არის ადამიანების მიმართ ადამიანური დამოკიდებულება, ჰუმანიზმს დავარქმევდი. არა აქვს ნაცნობი უცნობი, ნებისმიერ ადამიანს მოექცე ადამიანურად. რაც შეეხება მამაჩემს აქვს ერთი განსაკუთრებული თვისება, რომელიც ბოლომდე ვერ წამოვიღეს, ავარაუდოდ ეს არის გამბედაობა და რისკზე წასვლის უნარი ნებისმიერ გამოუვალ სიტუაციაში. ჩემი მშობლებისგან შევისწავლე ზნეობრივი ფასეულობები, ადამიანური ურთიერთობები, მიტევება და მადლიერება. უარყოფითი თვისებებიდან შეიძლება ჩავთვალოთ ის, რომ ვარ საოცრად ყურადღებიანი, ზედმეტად ყურადღებიანი.
რომელიც ზოგჯერ გამაღიზიანებელია ალბათ ზოგიერთისთვის. ჩემი თვისებებიდან გამოვყოფდი სამშობლოსადმი, მისი ისტორიული წარსულისადმი, ასევე ლიტერატურისა და ხელოვნების, თეატრისა და კინოსადმი სიყვარულსა და განსაკუთრებულ ინტერესებს. მეც ასევე მაქვს უარყოფითი თვისებები, ვარ ზარმაცი, ეს მით უფრო გასაკვირია, რომ არც ჩემს მშობლებს, არც ბებიასა და ბაბუას ეს თვისება არ ჰქონდათ, მე პირიქით. და გარდა ამისა, მაქვს ერთი თვისება, თუ ვინმე უსამართლოდ მომექცევა, მიჭირს, რომ მას ეს ვაპატიო. ამბობენ შვილებზე ინტელექტი დედისგან გადადისო. ხო და მეც ვთვლი, რომ ჩემს შვილს ინტელექტი დედისგან გადაეცა. ჩემგან გადაეცა უნარი, პატიოსნების, შრომის მოყვარულობის, სიბეჯითის, სწრაფვა იმისკენ, რომ ყველგან პირველი იყოს და საუკეთესო და აღწევს კიდევაც ამ მწვერვალებს. შრომის მოყარეობა, სასწაული პასუხისმგებლობა საქმისადმი, სიყვარული თავის საქმისადმი, უბოროტუა, სიმართლის თქმელია და ოქროს ბიჭი. ეს ყველაფერი მე შემიძლია ვთქვა, რომ გადმოცემული აქვს თავისი უფროსი პაპა-ბაბოსგან, ანუ ჩემი მშობლებისგან და ასევე ჩემგან. ჩემს შვილიშვილს სანდროს ჩემგან გადაეცა სიდინჯე, სიალალე, კომუნიკაციისა და იმპროვიზაციის უნარჩვევები და განსაკუთრებით კინოსადმი სიყვარული და იმედი მაქვს, რომ ის რაც მე დამაგდა, ის განახორციელებს თავის შემოქმედებით ცხოვრებაში. ჩემ შვილიშვილს ალექსანდრეს, როგორც ჩემგან, ასევე მისი წინაპრებისგან, გადაეცა საოცარი ნიჭიერება, კეთილშობილება და ერთგულება შრომის მიმართ. სანდრო წარმოადგენს ჩვენი ოჯახის ყველა დადებითი და უარყოფითი თვისების კომბინაციას. ყველაზე მნიშვნელოვანი რაც სანდროს აქვს, საკუთარი პიროვნების აღზრდის და გაუმჯობესების უნარი. აღმოფხვრას ყველა სისუსტე და თავის დადებითი და ძლიერი თვისებები სწრაფად გააუმჯობესოს და შექმნას, როგორც ვთქვი, თავის საუკეთესო ვერსია. I have inherited diverse intellectual abilities from my family, alongside with a sense of humor and creativity. I'm able to think outside the box, communicate clearly, adapt easily, and improvise when needed. I learn quickly, lead with purpose, and see every challenge as an opportunity to grow. I am a dedicated, hard-working individual, guided by honesty, responsibility, and truth. And I constantly strive to be the best at what I do. I realized that I am easily triggered, and sometimes emotions can take over before I even realize. When that happens, I risk reacting in ways that cause tension or hurt people I care about. Lately, I have been learning to pause, to breathe, to choose a response instead of acting impulsively. It's a small but meaningful step for me to grow my self-awareness and emotional balance. Now it's my turn to write a new chapter, to take the best of what I have inherited and build something new from it. I carry the lessons of my family, but I have released the habits, fears and dreams that no longer serve me. Now I'm creating my own story, one that honors the past, lives fully in the present, and shapes something meaningful for the future. This is the story I carry.